ქუთაისში მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარისძღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. მოძრაობის წევრების განცხადებით მათი მიზანია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც აქტიურ წევრებსა და მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობაზე იქნება დაფუძნებული. შეხვედრის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მოძრაობის საქმიანობას, დაესვათ კითხვები და ესაუბრათ იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის ყველაზე აქტუალურია. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის 2025 წლის თებერვალში დაფუძნდა და საკუთარ თავს მემარცხენე პროევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებად წარმოაჩენს. ორგანიზაციის განცხადებით მისი ძირითადი პრიორიტეტებია სოციალური სამართლიანობის გაცდიერება, შრომითი უფლებების დაცვა, ხალისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა. Ჩვენი მიზანი არის პარტიის ისეთი პარტიის შექმნას, რომელიც იდგება აქტიურ წევრებზე, რომელიც შეიქმნება არა უბრალოდ ხურცელზე, არამედ იქნება სახალხო პარტია, სადაც ხალხი ჩაერთვება თვითონ პარტიულ მუშაობაში და თავს დაინახავს აი ამ პოლიტიკურ პროცესების მონაწილე გახდება ჩვენთან ერთად. გვინდა რომ როცა იქნება ამის საშუალება, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში არჩევნები, ჩვენ ვიყოთ მზად ამისთვის და რაღაცა ბაზისი გქონდეს, მხარდამჭერების, პარტიული სტრუქტურის პროგრამა გქონდეს და უფრო ასე ვთქვათ ორგანიზებულად და სტრატეგიულად შევიდეთ აი ამ პროცესებში. ამისთვის ვაკეთებთ აი ამ გაფართოების კამპანიას, ამ ღია კარისძღებს, ამ შეხვედრებს, რომ მოვემზადოთ ერთად და ეს ამ პროცესის მონაწილე იყოს ყველა, ვინც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ხედვებს ზოგადად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის რაღაც ჩვენეულ ხედვაზე.